18 ივლისს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საქართველოს გუნდის წარდგენისა და გაცილების ცერემონია ევროპის ახალგაზრდობის რიგით მე-18 ზაფხულის ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც გაიმართება მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში. 36 ქართველი ახალგაზრდა სპორტის 9 სახეობაში გამოვა 20-დან 26 ივლისამდე. ცერემონია გახსნა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლევი ხაბელოვმა. თქვენს მაკედონიაში 26 რიცხვი ჩატარდება ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება არის თქვენს ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ეს არის ყველაზე მაღალი რანგის ღონისძიება, რაც ტარდება ევროპაში. მოლოდინები გვაქვს ძალიან დიდი. თქვენ იცით, რომ წინა თამაშებზე 4 ოქროს მედალი ჰქონდა, ძიუდოისტებმა გვასახელეს. ამ თამაშებზე, რა თქმა უნდა, ძიუდოისტები იქნებიან წამყვანები, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ იქ არის ტაეკვანდო, სადაც ჩვენველით მედლებს, არის სროლის სახეობა და ალბათ უნდა აღინიშნოს ის, რომ ისეთი ასაკობრივი ჯგუფი არ ნებისმიერ შეუძლია წარმატებას მიაღწიოს 14-დან 17 წლამდე, თქვენს პირველ ნაბიჯებს გავენ დიდ სპორტში და მინდა წარმატება უსურვო ჩვენ ნაკრებ გუნდებს და იმედია მომზადებულები არიან და ჩვენი გულშემატკივარების განცდებს, მოკლედ მოლოდინებს აღასრულებენ ჩვენი ახალგაზრდები. წარმატებები მინდა უსურვო და მინდა აღვნიშნო, რომ 59 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. აქედან არის 3000 სპორტსმენის რაოდენობა, იქნება ეს რაოდენობა. ერთი ქვეყანა იღებს მონაწილეობას, ეს არის რუსეთი, ბელარუსია დაუშვეს, სწორედ ამიტომ შედგა ის 59 ქვეყანა, რომელიც მიიღებს მონაწილეობას. რთული და მძიმე ღონისძიებაა, ყველას უნდა წარმატებას მიაღწიო, მაგრამ იმედიანთა ვართ, რამე თუ ჩვენი ფედერაციის წარმომადგენლები სპორტსმენების შედეგი გვაძლევს იმის საფუძველს და იმის თვისუფლებას, რომ დიდ წარმატებას მივაღწევთ და უკეთესი შედეგი იქნება, ვიდრე იყო წინა ფესტივალზე. და რა თქმა უნდა, ის შედეგი ჩვენ ალბათ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ზამთრის სახეობაზე, საცა ჩვენ წარმატებას მივაღწევთ და ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული ყავს და ამ ღონისძიებაზეც ჩვენ გვეყოლება ძალიან დიდი და ბევრი სპორტსმენი, ვინც მიაღწევს წარმატებას. სპორტსმენებს მიესალმა საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე. ტრადიციულად საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის შენობიდან დღეს ვაცილებთ ჩვენ ახალგაზრდა სპორტსმენებს ახალგაზრდა ოლიმპიურ ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად. მე მინდა მათ სულიდაგული წარმატებული ასპარეზობა უსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სპორტსმენები, ჩვენი ახალგაზრდები არაერთ დიდ გამარჯვებას მოიპოვებენ ოლიმპიურ ფესტივალზე, არაერთხელ ააჟღერებენ ქართულ ხიმს და არაერთხელ აწევენ ქართულ დროშას. ეს თაობა ის თაობა, რომელიც ახლო მომავალში უკვე ქართული წარმატებისა და ქართული გამარჯვების ფლაგმანები გახდებიან და მე მინდა მათ წარმატებული ასპარეზობა როგორც ამ ოლიმპიურ თამაშებზე, ასევე მომავალ მათ საქმიანობაში უსურვო. საქართველოს დელეგაცია წარადგინა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ. ახალგაზრდებს წარმატება უსურვა საქართველოს პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ. სპორტსმენთა ფიცი წაიკითხა ტაეკვონდოელმა ნიკა ღოღობევიცემ. ახალგაზრდა სპორტსმენთა სახელით დამსვერებს მიმართა მოცურავე ანასტასია მიქელაშვილი. 20 ივლისს ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე ქართული დელეგაციის მედროშეები იქნებიან მსროლელი ლიზი აღნიაშვილი და ძიუდოისტი გიორგი მუმლაძე. ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი 1991 წლიდან იმართება. საქართველოს დებიუტი 1993 წელს ნიდერლანდის ქალაქ ვალკენსვაარში შედგა. ჩვენმა ქვეყანამ ორჯერ უმასპინძლა ახალგაზრდათა მთავარ ევროპულ კომპლექსურ შეჯიბრებას 2015 წელს ზაფხულის თამაშებს თბილისში და 2025 წელს ზამთრის ფესტივალს ბაკურიანში. სულ ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენების ანგარიშზე ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალებზე არის 32 ოქროს, 27 ვერცხლისა და 52 ბრინჯაოს მედალი. ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენები სკოპიეში. ძიუდო. მარიამ წურწუმია 48 კილოგრამი, ნანა გულბიანი 63, ნინი ძაგანია 70 კილოგრამი, ბარბარე გელაშვილი მძიმე წონა, საბა ბოლქვაძე 50 კილოგრამი, ალექსი გულუა 55, ვახტანგ ჭიაბერაშვილი 60 კილოგრამი, გიორგი ბაბუციძე 66, ვასილ გამეზარდაშვილი 73, გიორგი მუმლაძე 81, გიორგი ზურაბაშვილი 90 კილოგრამი, იოანე აბალაკი 90 პლუს წონითი კატეგორია. ტაეკვონდო. ვიოლა ცეცხლაძე 44 კილოგრამი, ხატია გაროზაშვილი 49, ანასტასია გურეშიძე 55, მათე კვანტიძე 48 კილოგრამი,
თეიმურაზ უკლება 55, საბა ბეგიაშვილი 63, ნიკა ღორბერიძე 73 კილოგრამი. სროლა სანდრო ხოსიტაშვილი, ლიზი აღნიაშვილი. მაგიდის ჩოგბურთი ნიკოლოს ჩხარტიშვილი, მარიამ გორგაძე. ბადმინტონი დანიელ ვაღარშაკიანი, ქეთევან წამალაიძე. ცურვა ანასტასია მიქელაშვილი, სალი შჩერბაევა. ძლევოსნობა ლიზი მუღალაშვილი, სიგრძეზე ხტომა, კონსტანტინე კორძახია, ბადროს ტროცნა, მათე მეჯიდოვი, სამმაგი ხტომა. ტანვარჯიში ლიზი გვალია, მარია ჟვანია, მარიამ პატარიძე. ველოსპორტი ლუკა მაზმიშვილი, მათე ფირანიშვილი, ზურა კილაძე. და გავსოლეთ უნდამ. არც სპორტში და საერთოდ ცხოვრებაში არ არსებობს წაგება. არის სწავლება და არის გამარჯვება.